ვინ შეცვლის თინა ხიდაშელს და პაატა ზაქარეიშვილს ახალი მინისტრები ამ დრომდე არ დასახელებულან. რესპუბლიკელი უკვე ყოფილ მინისტრებს კი უფლებამოსილება ოფიციალურად დღეს შეუწყდათ. ხიდაშელი თანამშრომლებს ემშვიდობება. გურამ როგავა განაცხადებს თემას ახლა პირდაპირ ეთერში. გურამ, გისმენთ. თავდაცვის უკვე ყოფილი მინისტრი ამ წუთებში უწყებაში იმყოფება, ის მართავს სპეციალურ თათბირს და ემშვიდობება თანამშრომლებს. შეხვედრის მონაწილეებს შორის არიან გენერალური შტაბის სამეთაურო რგოლის სრული შემადგენლობით, რა თქმა უნდა, ვახტანგ კაპანაძე, ასევე მინისტრის მოადგილეები, მათ შორის თინა ხიდაშელის პირველი მოადგილე დავით ებრალიძე, რომელიც ახალი მინისტრის წარდგენამდე მინისტრის მოვალეობას შეასრულებს. რაც შეეხება თავად კომენტარებს, ჯერჯერობით თინა ხიდაშელი უწყებიდან არ გამოსულა, ფოტო მასალა გაავრცელა მხოლოდ პრესსამსახურმა, ჩვენთვის ასევე უცნობია, აპირებს თუ არა ხიდაშელი უწყებიდან გამოსვლისას კომენტარის გაკეთებას, თუმცა როგორც მან ჟურნალისტებთან გუშინ განაცხადა, ის აპირებს, რომ დღეს სამომავლო გეგმების შესახებ ოფისში ისაუბროს. სავარაუდოდ ეს პრესკონფერენცია გაიმართება რესპუბლიკური პარტიის ოფისში. რაც შეეხება შემსვლელებს, არაერთი ვერსია დასახელდა ცნობილი სახეებიდან. შესაძლოა ერთ-ერთი ვერსიით თინა ხიდაშელის შემსვლელებად მოვიაზროთ ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე, ერთ-ერთი ვერსიით ასევე ამ პოსტზე დანიშვნის შეთავაზება მიიღო საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით ზალკალიანმა, თუმცა ჯერჯერობით ეს ინფორმაცია ოფიციალურად არ დასტურდება. სავარაუდოდ დღეს პრემიერ-მინისტრმა შესაძლოა გააკეთოს მინისტრების დანიშვნაზე დამატებითი კომენტარი. რაც შეეხება კიდევ ერთ რესპუბლიკელ მინისტრს პაატა ზაქარეიშვილს, ის დღეს უკვე სამსახურში არ მისულა, როგორც პრესსამსახურში გვითხრეს, ის გუშინ დაემშვიდობა თანამშრომლებს, მის მოვალეობას კი მოადგილე ქეთი ციხელაშვილი შეასრულებს. კიდევ ერთი რესპუბლიკური მინისტრი გიგლა აგულაშვილი თანამდებობაზე რჩება, როგორც ცნობილია, მან მიიღო გადაწყვეტილება, რომ გამოყოფოდა რესპუბლიკურ პარტიას და ქართული ოცნების გუნდში განაგრძობს აგულაშვილი მუშაობას. მე შეგახსენებთ, რომ რესპუბლიკელი მინისტრების თანამდებობიდან გადადგომა უკავშირდება იმ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც ქართული ოცნება და რესპუბლიკური პარტია არჩევნებში დამოუკიდებლად მიიღებენ მონაწილეობას. მადლობა გურამ, როგორ გავაგვერთვებოდა პირდაპირ ეთერში.